ამას წინათ ერთმა შემოახურებამ კითხა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღესდღეობით მოლაპარაკების წარმოების უნარიო. მსოფლიოში სადაც უმეტესობა ცდილობს, რომ შენზე სხვადასხვა სახით გავლენა მოახდინოს. იქნება სხვადასხვა სახის შეთავაზებები, სხვადასხვა თქვათ ვიდეოების სახით თუ სხვადასხვა პროდუქტის სახით. ჩვენ ხედავთ ამას სხვადასხვა საიტებზე, Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, LinkedIn-ზე, სხვადასხვა თქვათ პლატფორმებზე. კი ფიქრე იმაზე, თუ რა დევს ამ სიტყვაში გავლენა. ბოლო 25 წლის განმავლობაში მოლაპარაკების წარმოების უნარი დრამატულად განვითარდა. ხოლო მანამდე კი 10 წლის წინათ ან 15 წლის წინათ მოლაპარაკების წარმოებას პრაქტიკულად არცავენ არ ასწავლიდა. სკოლების, სასწავლებლები, უნივერსიტეტებში ახლა ეს ბოლო წლები რაც დაიწყეს ამ უნარის სწავლება და შეიტანეს ზოგ სასწავლებლებში და მიექცა ყურადღება ამ უნარს. პრაქტიკულად ყოველდღე ჩვენ ჩართული ვართ მოლაპარაკების სხვადასხვა პროცესებში. ახლა შემკითხავ, კი მაგრამ მე რა შუაში ვარ ამასთან. ახლა გეტყვი მაგას. წარმოიდგინე სამყარო ერთი დიდი მოლაპარაკების მაგიდად. დღეს შეიძლება მაგალითად ბინის ყიდვა ან გაკიდვა მოგიწვიოს ხვალ შენს დამსაქმებელთან ფასზე მოლაპარაკება ან თქვათ გასაუბრებაზე იყო წასული და იქ მოგიწვიოს მოლაპარაკება და ზეგ თქვათ ავტომობილის ყიდვა ან გაკიდვა. ეს ყველაფერი მოლაპარაკებებია და რაც უკეთესად იგეცოდინება ეს ტექნიკები და მიდგომები რაც საჭიროა ამ საკითხებში მით უკეთესი. ასევე მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ დღითი დღეს სულ უფრო და უფრო მეტი სიტუაცია მოითხოვს მოლაპარაკების წარმოებას, იმიტომ რომ კონფლიქტი ზარდი ინდუსტრიაა და ადამიანები შესაბამისად არ შეეგუებიან სხვების მიერ ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს. ახლა მოდი დავფიქრდეთ ერთი წუთი. თუ უფრო ნაკლები ადამიანი შეეგუება სხვების მიერ ნაკარნახევ გადაწყვეტილებებს, მაშინ ერთადერთი და სწორი გზა ამ შემთხვევაში არის, რომ გადაჭრან ამ ადამიანებმა მოლაპარაკებების გზით. ახლა მოდი დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკება ყოველდღიური პროცესია, მისი კარგად ჩატარება ძალიან ცოტას გამოდის. და ხშირი არის ხოლმე დაუკმაყოფილებლობის, იმედგაცრუების და გულგატეხილობის მომენტები. ანუ ხშირად ადამიანები რჩებიან იმედგაცრუებულები, გულგატეხილები და დაუკმაყოფილებლები ამ პროცესიდან შემთხვევაში სამივე ერთად. ახლა კი მივედით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ყველას გვაინტერესებს. რაში გამოგვადგება ან გამოვიყენებთ მოლაპარაკების წარმოების უნარს. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, მოლაპარაკების წარმოების უნარი გამოგვადგება, რომ უკეთეს შეთანხმებას მივახციოთ მოწოდებლებთან, მყიდველებთან, გამყიდველებთან და ზოგადად იმ ადამიანებთან, ვისთანაც თქვათ გვიწევს მოლაპარაკების წარმოება. მეორე ის არის, რომ დავიცვათ ჩვენი ინტერესები. მოლაპარაკების წარმოების უნარი გვჭირდება ასევე იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ხშირია ხოლმე ამის ესეთი შემთხვევებიც, როდესაც ის მიდგომები და ტექნიკები გვჭირდება ამისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ინტერესები. და მესამე, რომ ასე ვთქვათ, ავირიდოთ თავიდან კონფლიქტური სიტუაციები და დავამყაროთ გრძელვადიანი ურთიერთობა. ასევე ისეთ საკითხებში, როგორც არის მაგალითად სამსახურის დროს სხვადასხვა საკითხებზე მოლაპარაკება, ან თქვათ ხელფასზე მოლაპარაკება, ოჯახურ საკითხებში მოლაპარაკება, სადაც მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარე იყოს დაკმაყოფილებული და მსგავს საკითხებში. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოლაპარაკება, როდესაც არის თქვათ ორი მხარე ძალიან კომფორტულია ამ დროს მოლაპარაკება, თუმცა თითქმის არც ერთ შემთხვევაში, ყოველთვის მოლაპარაკებაში ჩართული არის ორზე მეტი ადამიანი, ხშირ შემთხვევაში, რაც ართულებს ამ პროცესს და ვთქვათ, სამი და კიდე მეტი მხარე როა ჩართული, კიდევ უფრო რთულდება შეთანხმების მიღწევის პროცესი. აქვე მინდა შევიხსენოთ, რომ გამოიწეროთ გვერდი თუ მსგავსი საკითხები თქვენთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ შემდეგ დღეს კიდე უფრო განვვრცობთ ამ საკითხებს და კიდევ უფრო მეტი მსგავსი ვიდეოები დაიდება. ამიტომ გამოვყევით და მინდა გთხოვოთ, რომ დალაიქოთ ეს ვიდეო, დროს გვეხმარება, რომ მოვაჩვენოთ ხმაურთო
მეტ საინტერესო ადამიანს და გაუზიაროთ, ასე ვთქვათ, მსგავს აუდიტორიას და დაწეროთ თქვენი აზრი, თქვათ, თუ გაინტერესებთ მსგავს ვიდეოები კიდევ უფრო მეტს გადავიღებთ, ჩავწერთ და დავდებთ აბა დროებით და წარმატებებს